საღამომშვიდობისა ბავშვებო. ნინო მერგველაშვილი ვარ. დღეს არის 55 დღე წიგნის კითხვის და დღეს უნდა ვიმოგზაუროთ ბანგლადეშის კულტურას უნდა გავეცნოთ. ბანგლადეში არის სამხრეთ აზიაში, ინდოეთის გვერდით. მე მყავს ბანგლადეშელი მეგობარი, შაჰნაზი, რომელიც ნორვეგიაში გავიცანი და როგორც დედა ისე ზრუნავდა ჩემზეც და სხვებზეც და გვიკეთებდა უგემრიელეს საჭანოს, რომელიც ქართულსაც გავს წაკოს. მოკლედ, წიგნის სათაური არის ჩემებურად ლამაზი მე. წიგნის ავტორი არის ნაბელა ნური, დიზაინერი და ადვოკატი და ეს არის ნაბელა ნური, უკანა გვერდზე არის მისი ფოტოპორტრეტი, ხოლო ილუსტრატორი არის ნაბი ალი. Tosna გავიცნოთ ზუბი, ბანგლადეშელი გოგო, რომელიც და ოჯახი, რომელიც ამერიკაში ემიგრაციაში ცხოვრობს. ნაბელა, ეს წიგნი მოგიცნოთ თქვენ ბავშვებს, რომლებიც სწავლობთ სინამდვილეში, რას ნიშნავს ლამაზი ახლა. იმედი მაქვს, რომ ეს წიგნი მოგეხმარებათ, რომ საკუთარი თავი იზეიმოთო. მე ვისურვებდი, რომ ეს ამბავი ზუსტად ესე ჩემთვისაც გაეცნოთ, როდესაც მე ვიყავი პატარა, ყავისფერ კანიანი გოგონა და მაშინ ვიწყებდი საკუთარი თავის და სამყაროს შეცნობას. შესაბამისად, ეს წიგნი ჩემო ძვირფასო მკითხველებო, მხოლოდ თქვენ არ გეძღვნებათ ეს წიგნი, ასევე ჩემს პატარაობასაც, ამ წიგნს ჩემს პატარაობასაც უძღვნია. ხოლო ილუსტრატორმა ნაბიმ თავისი ნაშრომი მიუძღვნა ზიტუნის ოჯახს, მადლობა თქვენი სიტყვისთვის და სიყვარულისთვის. სალამ. სალამიო. არაბულ ენაზე მისალმება, რომელსაც ჩვენც ვიყენებთ. სალამ. ჩემი სახელია ზუბი ჩაუთარი. გუშინ მზეზე ადრე გავიღვიძე. ვიცოდი, რომ განსაკუთრებული დღე უნდა ყოფილიყო. ჩემი პირველი დღე იყო სკოლაში. სკოლის პირველი დღე იყო. ჩავიცი ჩემი ლურჯი კომბინეზონი და ვარდისფერი მაისური, რომელსაც ესე მოდურად ჰქონდა მკლავები ამობურცული. ამამ თავისმა დედიკოს ამას ეძახის, დედა ამამ ბანგლადეში შემიკერაო. მერე თმები ორად გავიყავი და ორი კიკინა გავიკეთეო. ზედ ჩემი იღბლიანი პეპლის თმისამაგრები დავიმაგრე და მაჯებზე ჩემი საყვარელი სამაჯურები ავიცვიო. შევარდი ჩემი მშობლების ოთახში, რომ მეჩვენებინა სკოლის პირველი დღის ჩაცმულობაო. ბაბა, ანუ მამა, ეხმარებოდა ამას მისი ყვითელი სარის შემოხვევაში. სარიც მათი ტრადიციული სამოსი არის, ულამაზესი ნაჭრები, რომელსაც ესე შემოიხვევენ ხოლმე ქალბატონები. ისეთი ლამაზი იყო დედა, როგორც მზის ხივი და მანგოს ლასი. ლასი არის ესეთი მილკშეიკივით სასმელი და მანგოსი, ანუ ყვითელი. თქვა ამამ, შეხედეთ ჩემ მუცელს, ძალიან მოვიმატე. რატო იყო დედა დასევდიანება? დილამშვიდობისა დადიმა. დადიმა? ბებოს ნიშნავს. შუბოშოქალ ზუბი შეუსწორა დადიმამ. გახსოვდეს ბანგლაში ივარჯიშე. ხა? ბანგლადეშურ ენაში, რადგან ამერიკაში ცხოვრობენ, წარმოგიდგინე ქართველები რო ჩავლენ და good morning რო უთხრა და ბებამ დილამშვიდობისა ქართულში ივარჯიშე და ზუსტად ესე უთხრა, რომ ბანგლადეშურ ენაზე ივარჯიშეო. ანუ შუბო შოქალ არის დილამშვიდობისა. ჩემი დიდი დაიგო ნაია შემოვარდა სამზარეულოში, როგორც საქმიანი ფუტკარი. გეხვეწები რა დღეს შვრია გამიკეთე დადიმა. შვრია? ნაიას ხო ეზიზღება შვრია. და რატომ არ გინდა რომ პარათას იჭამო შენ რომ გაგიკეთე? იქ კითხა დადიმამ. ჩემი მუცელი აჟღურტულდა, როდესაც აი ეს ფირფიტოვანი, კარაქიანი პურის სურნელი შევიგზენი ჩემს წირომიდო. როგორ შეეძლო ნაიას არა ეთქვა პარათასისთვის. ნაია მხრები აიჩეჩა. დიეტაზე ვარ. მინდა რომ წონაში დავიკლო, რომ სკოლაში ცეკვის დღეები რომ მოვა, უკვე
კარგად გამოვიყურებოდა. ნაია ყველაზე ლამაზი ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ. არის მხიარული, ჭკვიანი და ლადოსავით ტკბილი. ლადოსი არის ჩემი საყვარელი დესერტი. ლადოსი არის ინდოეთშიც და ბანგლადეშიც ესეთი ბურთის ფორმის ტკბილეული, რომელიც მზადდება ფქვილისგან, რძისგან, შაქრისგან და კარაქისგან. მაგრამ რატო ამბობს, რომ არ არის ლამაზი? მეც მინდა კარგად გამოვიყურებოდი სკოლის პირველი დღისთვის, ანუ მეც დიეტაზე უნდა დავჭდე. ბაბამ თავი შემოყო სამზარეულოში და გასაღებები დააჟღრიალა. ჰეი, გოგოებო, წავედით. რატომ არ ჩაიცი პერანგი, მე რომ გიყიდე აიდის დღესასწაულისთვის? დადიმამ ბაბას კითხა. ბაბას ჩაიცინა და მუცელზე დაიტყაპუნა ხელი. მოვიმატე. დე, ეხა უკვე დიდი ზომის ვარ. არ არის ეს კარგი. რატომ არ არის დიდი ზომა კარგი? მოვიკიდე ჩემი ზურგჩანთა, ჩემს კნუძ კულფის ჩავკოცნე და ჩავეხუტე და გავარდი გარეთ. ჩემი მასწავლებელი საოცარი ადამიანია. გავაკეთეთ ხელგარჯილობაც, ვისწავლეთ ახალი სიმღერების და ბიბლიოთეკაც დავათვალიერეთ. ყველაფერი ეს ტრაპეზამდე. ახალი მეგობარიც კი გავიჩინე. მისი სახელია კარიმა. შესვენებაზე ზოგიერთი ბავშვი კურდღელივით დახტის. ზოგიერთი ბავშვი კიდე სარბოლო მანქანაზე უფრო სწრაფად დარბის. ზოგიერთი ბავშვი კიდე იმ სიმაღლეზე ცოცდება, გეგონება მალე მზეს მიწვდებაო. ალიქს, მაკაბაში მსუქნად გამოიყურებიო. ალექსი საოცრად გამოიყურება თავის აბრეშუმის კაბაში. მზესავით ანათებს. მაგრამ კენედი თითქოს კომპლიმენტს არ ეუბნებოდა. რატომ არის მსუქნად ყოფნა და მსუქნად თუ ჩანხარ ცუდი? მოიცა, მეც მსუქნად გამოვიყურები ჩემს კომბინეზონში? რა ხდება მარტო? როდესაც სკოლიდან სახლში დავბრუნდით, ამა მელოდებოდა. როგორი იყო შენი დღე, ზუბი? თავში გამიელვა, რაც მოხდა შესვენებაზე. რავი, ნორმალური. ამამ დარჩენილი შუადღის ნაწილი სადილის მომზადებას დაუთმო. დადიმა მას ხახვის და ბოსტნეულის დაჭრაში ეხმარებოდა. სახლში უგემრიელესი სურნელი ტრიალებდა. როდესაც სავახში დავსხედით, ძალიან ერთი სული მქონდა, როდის შეჭამდი ხაბარს. ხაბარი არის ბრინჯი, ქათმით, ქარით და რაღაც სუნელებით. მე არ მინდა ბრინჯი დღეს, ამა, მადლობა, თქვა ნაიამ. ბრინჯი არ უნდა? ნაიას ხო უყვარს ბრინჯი? ხო, დამავიწყე, ნაია ხო დიეტაზეა. დავიწყე ფიქრი, რატომ არ არის კარგი დიდი ზომა? დავიწყე ფიქრი ამაზე, ნაიაზე და ალექსზე. თუ ისინი არ არიან ლამაზები, მაშინ მე როგორ ვიქნები ლამაზი? მეც სხვა არ უნდა შევიცვალო. ზუბიჯან, არ გინდა ბრინჯი და ქათამი? ეს ხომ შენი საყვარელია, თქვა ამამ. არა, დიეტაზე ვარ. დიეტაზე? ამამ გაკვირვებულმა შეხედა. ზუბი, შენ არ უნდა იყო დიეტაზე. ნაიამ თქვა, რომ დიეტაზე უნდა იყო, უფრო კარგად თუ გინდა, რომ გამოიყურებოდე. და მე მინდა, რომ კარგად გამოვიყურებოდე. რატომ ფიქრობ ასე, ზუბი, შენ ლამაზი ხარ? მაგრამ შენ ხო უთხარი ბაბას შენი მუცელი, რომ ძალიან გაიზარდა და დასევდიანებულიყავი ამის გამო. ბაბამ კიდე თქვა, რომ დიდი ზომა არ არის კარგიო. მერე შესვენებაზე კენედიმ ალექს უდიერად უთხრა, რომ მსუქნად გამოიყურებიო ამ კაბაშიო და არ მინდა, რომ მეც დამცინა ბავშვებმა. გავიქეცი ჩემს ოთახში და კარები დავკეტე. გული ტიროდა. შეიძლება არც ისეთი განსაკუთრებული დღე იყო, როგორც მე ვფიქრობდი. ზუბი, მითხრა ბაბამ. ხანდახან, როდესაც ადამიანები სევდას ან გულის ტკენას გრძნობენ შიგნიდან,
ისინი ცდილობენ, რომ სხვა ადამიანებსაც იგივენაირად აგრძნობინონ თავი. შეიძლება ზუსტად ამიტომაც იყო კენედი შენი მეგობრის მიმართ ასეთი უხეში. არასდროს მიფიქრია, რატომ შეიძლება ერთი ადამიანი მეორე ადამიანს უდიერად და უხეშად მოექცეს. მაგრამ ხანდახან ჩვენ შეიძლება უდიერად მოვექცეთ ჩვენ საკუთარ თავებსაც, ისე რომ ვერც კი გავაცნობიეროთ ეს. და როდესაც ჩვენ საკუთარ თავს ვტკენთ გულს, ჩვენ იმ ადამიანებსაც ვტკენთ გულს, რომელიც ჩვენ გვიყვარს და რომლებსაც ჩვენ ვუყვართ. ზუსტად ეს გავაკეთეთ დღეს, ეს გაგიკეთეთ დღეს შენ და ბოდიშკი ხდით. ხო, თქვა ამამ. შენ დღეს დაინახე, როგორ უხეშად მოვეპყარე ჩემს მუცელს. მაგრამ მადლიერი ვარ ჩემი მუცლისთვის. ბოლოს და ბოლოს ეს მუცელი დამეხმარა მე, რომ შენ მეტარებინე და ამ სამყაროში მომევლინეო. მეც მაპატიე უთხრა ნაია. ძალიან რთული არ შეადარო თავის სხვებს, სხვა ადამიანებს. მაგრამ იცი რა არის, მირჩენია რომ მე ვიყო შენი და ვიდრე ვინმე სხვა. როგორი გულწრფელი საუბარი იყო. შენ იცი რატომაც დაგარქვით ზუბი? თავი გავაკნია და შევისწრუდა. ჩვენ დაგარქვით ზუბი, იმიტომ რომ ზუბი ნიშნავს მოსიყვარულეს და გამგებს. და ჩვენ ვიცოდით, რომ შენ სამყაროს კიდევ უფრო ლამაზ გახდიდი, უბრალოდ იმით, რომ იქნები ზუბი. მე არც კი ვიცი ლამაზი რაღაც ნიშნავს ვაღიარე. ლამაზი შენ თავად უნდა გასაზღვრო, რა არის ლამაზი. როგორც არ უნდა გამოიყურებოდა შენი სხეული. სილამაზი არის ის ადამიანები, როგორც აგრძნობინებენ ერთმანეთს თავს და რა სიკეთეებს გაუკეთებენ ერთმანეთს. ლამაზი ადამიანი არის ის, რომელიც საკუთარ თავს იღებს მთლიანად ისეთს, როგორიც არის და სხვებსაც ეხმარება ამის დანახვაში. ხოლო ერთადერთი ზუბი ხარ ესეთი, როგორიც ხარ შენ თელს დედამიწაზე და ეს შენებურად ლამაზ ხდისა. მოიცა, მე შემიძლია უფრო ლამაზი გავხადო სამყარო, იკითხეს ზუბი. დიახ, ზუბიჯან. მაშინ თქვენ ყველანი ლამაზები ხართ, ვუთხარი, ამასაც, ნაიასაც და ბაბასაც, ზუსტად ისეთები, როგორებიც ხართ. და მე მაგრა ჩავახუტე. მადლობა ამის შეხსენებისთვის, ნაიამ ხურში ჩამჩურჩულა. მოგვიანებით ამამ ლოგინში ჩამაწვინა, მაკოცა და ტკბილი ცილი მისურვა. ფანჯრიდან მთვარე და ვარსკვლავები მიღიმოდნენ. ყველაფერი ლამაზი იყო. ბოლოს და ბოლოს მართლაც განსაკუთრებული დღე იყო. ჩემი სახელია ზუბი და ზუბი მოსიყვარულეს და გამგებს ნიშნავს. მე როგორიც ვარ, ერთადერთი ვარ და ეს ჩემებურად ლამაზ მხდის მე. თქვენ მხოლოდ შენ რომელიც ხარ, ხო? მხოლოდ ერთადერთი ხარ, ისეთი როგორიც ხარ და ეს შენ ხდის შენებურად ლამაზ. დღეს სკოლის მეორე დღე მაქვს და ჩემი მისია არის, რომ სამყარო ცოტათი უფრო მეტად ზუბისებური გავხატო. დასასრული. მეც თქვენს ჩვენებურად ლამაზები ვართ. ნიშნობა რა ზომის ვართ, რა ფორმის ვართ, რა წონის ვართ. ჩვენ ყველანი ჩვენებურად ლამაზები ვართ. და აი ამ სილამაზეში, სიარული და აი ამ სილამაზის დანახვა სხვა ადამიანებშიც მართლა ბევრად უფრო სასიხარულოს ლამაზ ხდის მერე ცხოვრებას დედამიწაზე. ეს იყო და ეს გემშვიდობებით და შევხვდებით ხვალ.